გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რისი თქმა სურს თქვენს წინაპრებს, იმ ხალხს, ვინც თქვენ გიცავთ, ვინც გმფარველობთ თქვენს საგვარეულო ეგრეგორს. რისი თქმა სურს ახლა თქვენთვის. ისინი თქვენ მოგეხსენებათ, რომ გეკავშირდებიან ყოველთვის სიზმრების საშუალებით, სხვადასხვა მინიშნებების საშუალებით. ჩვენ ამ მომენტში მივმართოთ ტაროს კარტს, რათა გავიგოთ უფრო, ასე ვთქვათ, მკვეთრად მათი გზავნილები თქვენს მიმართ. რისი თქმა სურთ მათ თქვენთვის. იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ, ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, ვინ ძანდებით თქვენ. თქვენ შეხედეთ როგორი არკანი. აღარ გაჩვენებთ, იმიტომ რომ წინა ვიდეო რატომღაც არ დამიდასტურა TikTok-მა. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე. ეხლა განვაგრძოთ ჩვენ, ესე იგი ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც კარგად ფლობთ საკუთარ თავს, საკუთარ უნარებს, ზუსტად იცით რა შეგიძლიათ, რა არ შეგიძლიათ და თქვენ ბევრი რამ გამოგდით შესანიშნავად, ძალიან კარგად. პროფესიონალი ხართ რაღაც საკითხში. იმ საკითხში, რაც უკავშირდება თქვენს საქმიანობას. ფიზიკურად ხართ ძალიან მიმზიდველი, მომხიბვლელი საპირისპირო სქესისთვის და განვითარებული გაქვთ აზროვნება, ძალიან კარგად გემუშავებთ გონება. ვინც ამოიცანით საკუთარი თავი ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. ვინც იმპულსური ხართ და ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებთ ემოციებს, რასაკვირველია, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და დაალოდეთ ჩემს მომდევნო ვიდეოებს. კარგით. ნახოთ თქვენს საგვარეულო ეგრეგორს, მოდი ასე დავარქვათ, რისი თქმა სურს თქვენთვის. არ ჩაიკეტოთ, არ იფიქროთ ბევრი მომავალთან დაკავშირებით, ანუ რაიმე საკითხი გამოვა, არ გამოვა, თქვენ სწორ გზაზეთ გახართ თუ არა. თქვენი თავი არ ჩაიგდოთ ამ მდგომარეობაში. რატომ? იმიტომ რომ ეს თქვენ გაფერხებთ, ეს არის რაღაც უხილავი ფარდა თქვენსა და თქვენს წარმატებას შორის. ამიტომ ფიქრები, რომლებიც მოგეძალებათ განსაკუთრებით ღამის საათებში, ეცადეთ რომ განდევნოთ, უფრო სწორი იქნება თქვა, რომ დაუშვათ რაიმე ფიქრები რომ შემოვა თქვენს თავში, რომელიც გაიძულებთ რომ ეჭვი შეიტანოთ, დაუშვათ თქვენს ან მონაცემებში, ან მომავალში, წარმატებაში, ან სხვა ადამიანში, დაუშვათ გამოგადგებათ თუ არა ეს ადამიანი, ასე იფიქრეთ, რომ ეს აზრები არის დროებითი, წარმავალი და როგორც შემოვიდნენ, ისევე გავლენ. ეს არ არის თქვენი აზრები. კიდევ რისი თქმა სურთ თქვენს წინაპრებს, ვინც თქვენ გფარველობთ. კიდევ მათ სურთ თქვენ, რომ არ შეჩერდეთ. არც ერთ ვარიანტში, რაც არ უნდა დაღლილები იყოთ, რაც არ უნდა მოგეჩვენოთ, რომ აი რაიმეს დაუშვათ აზრი არ აქვს მედებას, მაინც დაუშვათ ისე იქნება, როგორც ბედისწერა ამას გადაწყვეტს, ან ვინმე სხვები. ეს ასე არ არის ძვირფასებო. თქვენ, ასე ვთქვათ, თქვენს სავალგზაზე დადეხართ და თქვენ რასაც აკეთებთ მოქმედებები, თუნდაც ეს მოქმედებები თქვენ გღლიდეთ. მიუხედავად ამისა, თქვენ იკაფავთ გზას თქვენი წარმატებული მომავლისკენ. კიდევ რის თქმას ცდილობენ უმაღლესი ძალები, აქ არის გზა რაღაც ძვირფასებო, რომელიც არის წარმატება თქვენთვის, ეს გზა, თქვენ მოგიტანთ ფინანსებს, არის აქ რაღაც, იცით როგორი, აი თქვენ გამთ ახალ ნაბიჯებს,
შესაძლებელია ეს იყოს სწავლა, შესაძლებელია რაიმე ახალი, სამსახური, ან შესაძლებელია წინადადება შემოგივიდეთ დასაქმებასთან დაკავშირებით, ან ვინმე თქვენთაგანი შესაძლებელია აპირებთ რაღაცა ბიზნესის დაწყებას ან ფულის ჩადებას რაღაც საკითხში. ეს გზა აუცილებლად განახორციელეთ. რასაც არ უნდა უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით თუ უკავშირდება ფინანსებს ან სწავლას. შესაძლებელია ორივე ერთად, რატომაც არა შესაძლებელია თქვენ რაიმეს შესასწავლად აპირებთ სადმე წასვლას და ეს ძალიან კარგი იქნება თქვენთვის. კიდე რისი თქმა სურთ, ნახოთ. ახლა ვიწყებთ თქვენ გადიხართ ტრანსფორმაციას, რასაც მიყავხართ შესაძლებელია დამღლელი ეტაპი იყოს, თუმცა თქვენ მიდიხართ წარმატებისკენ, განსაკუთრებით ფინანსური წარმატებისკენ, ხართ ძალიან გონიერი ადამიანი, ძალიან ჭკვიანი და უმაღლესი ძალები თქვენი, ასე ვთქვათ, საგვარეულო ეგრეგორის მეშვეობით თქვენ გფარველობენ, თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი გვარი, შეიძლება ითქვას, ეს არის იეროფანტი, უმაღლესი არკანი და ეს არკანი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ გიცავთ თქვენი წინაპრები, უმაღლესი ძალები და ყველაფერს თქვენ აკეთებთ, ასე ვთქვათ, იმ სიბრძნით და იმ გონიერებით, რაც თანდათან დაგროვდა თქვენს გვარში და გადმოგეცათ მემკვიდრეობით თქვენ. ეხლა აქ რა არის ძვირფასებო? აქ არის ის, რომ თქვენ შესაძლებელია ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ სტაგნაციაა თქვენ ცხოვრებაში, თითქოს არ სრულდება ეს ტრანსფორმაციები და გამუდმებით ითხოვენ თქვენგან მოქმედებასაც, ფინანსებსაც, რაღაცა თითქოს მსხვერპლს ითხოვენ თქვენგან, ადამიანურ რესურსს, ეს ყველაფერი თქვენ ძალიან გხლით, ზოგჯერ საერთოდ არ გსურთ არაფრის კეთება და ზოგჯერ გსურთ, რომ დაივიწყოთ ეს, დაუშვათ ტვირთი თუ აი სიმძიმე თითქოს გართობით ან რაღაც საშუალებებით, რაც დაგავიწყებთ დაუშვათ ამ თქვენს კარმიულ რაღაც ცხოვრებას შეიძლება ითქვას. უმაღლეს ძალებსა თქვენს წინაპრებს სურთ გითხრან, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც არის საჭირო, ეს არის საჭირო თქვენთვის, თქვენი გვარისთვის და თქვენ გამორჩეული ხართ თქვენს გვარში. თქვენ ხართ ის, ვისაც მათ ანდეს ეს ვარსკვლავური გზა. ნახეთ ძვირფასებო, როგორი სილამაზეა, ეს ხართ თქვენ და ეს თქვენი ვარსკვლავური გზა ტრანსფორმაციის შემდეგ. თქვენ მოგეთხოვებათ, რომ ესე იგი გაუნათოთ სხვებს გზა, ასწავლოთ, გადაცეთ თქვენი ცოდნა, გადაცეთ რაღაც უნარები, რაც გაგაჩნიათ თქვენ, რაც არ უნდა დამღლელი იყოს ეს, მიუხედავად ამისა. კიდევ რისი თქმა სურთ? манипуляციების დრო დასრულდა ძვირფასებო და თქვენს ცხოვრებაში მოდის დრო სიამოვნების, დაფასების, სიყვარულის, ძვირფასებო ეს სიყვარულიც ამოვიდა როგორც იქნა, ანუ სასიამოვნო მოვლენების დრო მოდის თქვენს ცხოვრებაში, შეხედეთ ძვირფასებო. შეხედეთ, ეს არის ორიანი თასი. თქვენ ამას ელოდებით უკვე დიდი ხანია, თქვენს სიყვარულს, ასე ვთქვათ, თქვენს პარტნიორს, თქვენს საყვარელ ადამიანს და თუ თქვენ ხართ მამრობითი სქესის, თქვენ ელოდებით, როდის დადგება მომენტი, რომ თქვენ აი ასე იქნებით ერთობაში თქვენ ადამიანთან და გისურვებთ წარმატებებს ძვირფასებო. შევხვდებით მომდევნო
ვიდეოებში უფრო ვრცლად ამ საკითხებზე. გისურვებთ